ჩვენთან სტუმრად არის მამა იაკობ მუჯირი, საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი. მოგესალმებით. როგორ ხდება თქვენი და მრევლის ურთიერთობა? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორად მიაწოდეთ ზუსტად ის, რაც წერია, თქვათ, სახარებებში. ზუსტად გაიგოს მრევლმა, როდესაც სახარებას კითხულობთ წირვაზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ვერ იგებენ ხოლმე, თუნდაც იქ ძველი ქართული არის ხო, რაღაც ტერმინოლოგიებია და ხშირად ვერ იგებენ. აი ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, აი ამ ყველაფრის გაგებისა, ხალხის ენამდე მიტანისა. მადლობა კითხვისთვის, რაც შეეხება უშუალოდ ამ განმარტებით მხარეს, ანუ ეგზეგეტიკას, რომელიც ყოველთვის იყო ეკლესიაში და საკმაოდ დიდარი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ალექსანდრიული და ანტიოქიური სკოლები, რომელიც ორივე მიიღო ეკლესიამ და ორივე ერთმანეთს ავსებს თავისი მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, ამის ცოდნა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი რამა გამოსაყოფი, რომ თავადვე მოციქული პავლე ამბობს, რომ სხვა არის მზარდული და სხვა არის მამა და ქრისტე იესოს მიერ მეგშევთქვენ ამ სიტყვებს ამბობს. ანუ სხვა იყო ვინც გასწავლიდა, ანუ მერჯულე იყო ეკლესიაში და სხვა იყო მოძღვარი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ორივე ფუნქციის შეთავსება გვიწევს და რა თქმა უნდა, სასულიერო პირს უნდა კონდეს განათლება საამისო, უნდა მიიღოს ის სიკეთე ეკლესიისაგან, რომელიც ჩვენ გვაქვს სემინარი აკადემიის სახით და ეს არის შეიძლება ითქვას ჩვენთვის თეთრი მღვდლებისათვის მორჩილება. თუ კი ვინმე მონასტერში ხდება მონაზონი მორჩილების ყოლობაზე, ჩვენ ეს კურთხევა უნდა შევასრულოთ და უნდა მივიღოთ ცოდნა, რომ ადამიანებს ამით დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ სასწაულებს ვერ აღვასრულებთ თანავედროვე სასულიერო პირები და ვერ აღვადგენთ მკვდარს და ვერ აღვხელთ თვალს ბრმას, მაგრამ ჩვენი სასწაულის ტოლფასი საქმიანობა იქნება ის, რომ თუ იქნებით პატიოსნები, განათლებულები და რაც ამებმა ახსენეს, ემპათიურები, ანუ თანაგანცდა გვექნება. აქედან გამომდინარე, ბევრ ადამიანს დავეხმარებით ამით და ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ენის გამონახვა მათთან ურთიერთობის დროს. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა.